ეს არის ორხევი მუხაძის 12 ნომერი, საიდანაც აი ამ ავარიული შენობიდან არის ხალხის გამოსახლება, რადგანაც ამბობენ, რომ ეს კორპუსი ექვემდებარება დემონტაჟს და როგორც ვიცი, თქვენ ეკომიგრანტები ხართ, ხო? და რამდენი ხანი აქ ცხოვრობთ? აქ ახლა ვცხოვრობ, ერთი კვირაზე მეტია. საერთოდ აქამდე. ცალკისრაელში ვიყავით, სადაც უკვე ბერძენმა ჩამოვიდა და თავის საკუთრებით გამოგვასახლა გარეთ. და თქვენ აქ თვითნებურად შეხვედით თუ ვინმე შეგასახლათ? იმას რომ შევესახლებინათ, ახლა ითვითნებოდ ჩვენ შევედით, სახელმწიფო შენობა იყო. ჩვენი ერია რო უყურებ, არაფერი სადემონტაჟო ამას არ თვლის, მაგრამ რაღაცა თავრობის ალბათ არ არის ნება რომ დარჩეს ხალხი შიგნით და უჩვენოთ დაშალოთ. აი ახლა წასასვლელი გააქცადე. სადმე არ გაცა წასასვლელი თქონოდა აქ მიდი. ჩვენი წასასვლელი ეს არის. ხო. მაგრამ არ სადაგო. გამარჯობა ცეკეთ ყოველი ოჯახისთვის მე დირექტორი მაია ფირანაშვილი. ჩვენ შესაბამისად დაგვირეკა მოგმართა მოქალაქეებმა რეაგირებისამებრ მოვედით დავათვალიერეთ და დაგვხვდენ აქ რა ვიცი პატრული მთელი ერთი ამბები იყვნენ და ხალხი გამოყავდათ ესე რომ ვთქვათ სადაც ჰქონდათ ოთახები დაკავებულები თავისი თავშესაფარი ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ დაკავებული ცოტა ისეთი თემა არის ეს ხალხი ითხოვს თავშესაფარს მე როგორაც გავესაუბრე აქ უმეტეს მოქალაქეობას მოქალაქეებს ესენი არიან ეკოემიგრანტები წალკიდან ჩამოსულები რომლებსაც არც ქირა გადაუხადენ არც საცხოვრებელი აქვთ არც მსგავსი თემა სადაც ეძებენ თავშესაფარს ადამიანის ერთ-ერთი გამოხატულება რაც შეიძლება ამ წუთას თავშესაფარი მოითხოვოს მოძებნოს აი ესეთი მიტოვებული დანგრეული შენობა ეხლა ამ შენობას ზოგზე ვერავინ მოიკიდებს და არც მთავრობას წართმევს და არც არავინ სახლში არაფერს არ წაიღებს ეს არც პრინციპში ამ მოსახლეობას არც სახლი აქვს და არც კარი ხო შესაბამისად, როდესაც ჩვენ თან იცით რა მაინტერესებს და რა მიყვარს უბრალოდ ბატონები ჩვენ არ გვესაუბრებიან ეს წლები ცხოვრობდნენ აქ როგორც ჩანს 8 წელი ბოლო 8 წელი ყოფილა ხალხი რომლებიც ეტაპობრივად გაუყვანიათ რომ ვიკითხეთ რატომ გაიყვანეთ თქო ანუ ავარიულია შენობა მოვითხოვე შესაბამისად საბუთი მეთქი თუ ავარიულია შენობა მაშინ აქ დარჩენილი მოსახლეები რატომ არიან მეთქი რატომ აქამდე არ გაიყვანეთ ყვანეთ თქო შესაბამისად რომ დავაკვირდი მოხდა ძალის მხრევით რა ვიცი ჭიდაობით გამოიყვანენ ხალხი აი ერთ-ერთი მაცხოვრებელიც ახლა რომელიც აი ესე იძულებით ფაქტიურად გაყავთ ესე კასტილებით იძულებით რა აიძულენ ახლა რომ დატოვოს შენობა თუ დაუშვათ და ამდეხან ეს შენობა ესე ინგრევა და დემონტაჟს ექვემდებარებოდა შესაბამისად გარეთ კი არ უნდა გამოყარონ ხალხი ალტერნატივა უნდა შესთავაზონ რომ თავზე მართლა არ დაინგრენ და მსგავსი თავშესაფარში მოხდეს ამ ხალხის გადაყვანა და დაკმაყოფილება ხო ადამიანი შენობას ხო არ ამტვრევს არ კვიჩავს ზურგზე არ იკედებს და არ გართმევს არსად არ მეაქ ხო დანარჩენი აქ მოსახლეობაც არის და თქვენ შეგიძლიათ უფროსობაც აქ არის რა ვიცი მე ერთადერთი რაც მინდა რომ თუ მართლა ამ წუთას დაიწყენ სიმართლე რო გითხრათ ხალხი გამოყარენ გარეთ თუ დემონტაჟი ამდენი ხანია წლებია ექვემდებარება როგორაც იძახიან 10-15 წელიწადია სახელმწიფო შენობა დემონტაჟს ექვემდებარება მსგავსად 8 წელიწადი მაშინ ადამიანი აქ არ უნდა ცხოვრობდეს ხო და ეხლა როდესაც გამოყარენ ეხლა დაიწყენ ზუსტად აი ამ კარებების და აი ამ რაღაცა ნივთების გარეთ გადმოყრა და კი უყურებთ ახ შესაბამისად ხანს კამსის ხან ფანჯარას ტეხავენ და ხან კარებები ჩამოიხეთ. თქვენ წალკიდან ჩამოხვედით ახლა? და აქ რამდენი ხანია ამ შენობაში რაც ხართ? დიდი ხანი. ძალიან დიდი ხანი. და ეხლა დღეს რო გამოგასახლეს რა გითხრეს? მიზეზი რა არისო? ვანგრეთ. და თქვენ თუ მიმართეთ და უშოთ შენობა ავარიულია, აი აშკარად ეთქვა, არის მოუწესრიგებელი. არ არის ავარიული შენობა. მე რა გზარებია ბატონო და როგორ არ არის ავარიული შენობა? ეხლა არ არის ავარიული. და თუ მიმართეთ და უშოთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და ფართით დაკმაყოფილება თუ მოითხოვეთ. კი, ყველაფერი ტურზე მიჭირა მსხლში. მიჭირა. წავი. დემონტაჟი მეთქი ხალხი გამოყარენ და მოყვანილი ყავთ ორი კაცი და ამპროვიებენ ახლა ამ იმას ფანჯრებს და ეს
სიმწრით შეძენილი ვინიც ის ორი კაპიქს რაღაცას აგროვებენ, კარები ჩამოკეტა, რომ სხვადასხვა ქალბატონო არც შუქი აქვს, არც წყალი აქვს, წყალს ეზიდებიან, რაღაცას ესე რომ გენახათ, როგორც საცოდავად აქვს მაგიდები და ისინი დადგმული და იმას რომ ადამიანი ადგები და ქუჩაში რომ გამოყრი და აი ეს აქ იჯდნენ, ეხლა იცით რამდენი ქალები და ბავშვები იყვნენ, უბრალოდ იმხელა კივილი, წივილი შეხლა შემოხლა იყო, რომ ფიზიკურად ბავშვებიც ცოდვები არიან და გავარიდეთ. ეხლა ლებებს გამოიტანებენ და იქნებიან კორპუსის წინ. აი ეგ იქნებამდე აქ მეტი არაფერი არ მოხდება. და უყურებთ. თუ მიმართეთ უკვე მუნიციპალიტეტს ან შესაბამის სტრუქტურებს, ნახე მე თვითონ ამათ მოვთხოვენ, მეთქი ხალხო მოდით ერთობლივად მეთქი სახელმწიფოს შესაბამის ზომები ჩავაყენოთ საქმის კურსში მეთქი დაურეკოთ ეკოემიგრაციას, დაურეკოთ სოციალაგენტოს და თქვენ ორგანიზაცია ხართო და თქვენო დაურეკოთო ბიჭო. შენ რომ მთავრობა ხარ, მოკიდე ეს ხალხი გარდა ბურთებით გარეთ გამოყარე. შენც ხომ და იყო დაინტერესებული რომ ესე გაჭურებულ ადამიანს ესე მათ ზემოდან არ უყურო და რაღაცა შენს გამოივლინო და მიგვეხმარო რომ ეს ხალხს რაღაც მიზან მიმართულება მიცემ და აი ეს ლებები და ცელოფნებით გარეთ და ბოთლებით ღამეები არ ათიო. ხო არის შესაბამისი ზომები, სადაც შეიძლება ადამიანმა ადამიანურად ჩვენ სახელმწიფოში ღამე გაათიოს. კაცი არის, მე მგონი აი ამ შენობის დირექტორი და ნუ ეს არის, რა ვიცი რა, ეს არის თუ არის. ეს რა შენობა? ეს არის სახელმწიფო, როგორც მითხრენ, გამგეობის შენობა. აქ ყოფილა ადრე წლების უკან, როგორაც თვითონ მოსახლეობამ აღნიშნა ქალბატონო, აქ ვინც ცხოვრობდა, ადრევე ეს მუნიციპალიტეტის იყო და შემდეგო როგორაცო გითხრენო, მაშინაცო გამოყარენო ქალბატონო, მაგრამ ჩვენო ჩუმათო შემოვედითო. აქ მრავალშვილიანი ოჯახები არიან, უბრალოდ ეხლა შეშინდნენ, რომ ბავშვები პატარები არიან და განარიდნენ აი ამ დებორს. და ისინი ყვებოდნენ, რომ ჩვენო შემდეგო შუქიც ჩაგვიჭრენო, გაზეთ ჩაგვიჭრენო და იწლებიო ვათებდითო სიცივეში ვარქო და ნუ რა ვიცი, რაღაც საშინელებებს ყვებიან, მაგრამ იმის გამო, რომ მე ვარ საშუალება მაქვს და ფაქტიურად დამლაგებლად მუშაობო, ერთადერთიო რასაც ვითხოვდიო ან თავშესაფარსო, ან ქირით, როგორაც სახელმწიფოს ჩვევია ხოლმე ქირით გაიყვანებენ და რამოდენიმე თვეში შემდეგ უწყდებათ ეს ქირები და შესაბამისად შემდეგ ალბათ ისე ქუჩაში აღმოჩნდებიან. და ამიტომ აქ უნდა იყოს ჩართული ახლა ეკოემიგრაციაც, უნდა იყოს ჩართული სოციალაგენტო, უნდა იყოს ჩართული სახელმწიფო, უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია და ყველა ორგანო უნდა იყოს ჩართული. პატრული წავა ესენი საცოდავად ჩუმად შევლენ, შემდეგ ისევ მოვლენ ბურთებივით გამოყრიან, ნუ აღარ დაიღალენ ეს სახელმწიფო და ეს მუნიციპალიტეტიც აღარ დაიღალა. რაღაცა ამ ხალხისთვის ალტერნატივა ხომ უნდა შევიმუშაოთ. შენობას აქვს მიკრული, ტრაფარეტი, გაფრთხილება. ობიექტი არ ფუნქციონირებს. უცხო პირთა შესვლა ობიექტის ტერიტორიაზე დაუშვებელია უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ტრაფარეტი გაკრულია, რომ ობიექტი არის დანგრეული და აი მართლა საკმაოდ დიდი ბზარები აქვს. ადამიანი, რომელზეც ქალბატონმა გვიცხა, რომ ის არის შენობის პატრონე, არ გვაძლევს კომენტარს და გვიცხა, რომ მიმართეთ მერიის პრეს-ცენტრს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ როგორც აქ მოსახლეობამ გვიცხა, ისინი წალკიდან არიან ჩამოსულები, არიან ეკომიგრანტები, რომლებიც ცხოვრობდნენ წალკაში და იმ სახლში, რომელ სახლშიც ისინი ცხოვრობდნენ, დაბრუნდნენ ბერძნები და ამიტომ მოუწიათ წალკის დატოვება და თბილისში გადმოსვლა. მართლაც მერიის პრეს-ცენტრს. კი ბატონო, მივმართავთ. უბრალოდ მაინტერესებდა, რამდენი ხანია ავარიულ მდგომარეობაში რო არის ეს შენობა. გამოგვიძახეს ეკოემიგრანტებმა, რომლებიც ერთი კვირის უკან იყვნენ შესულები, მათ არ იცოდნენ, რომ ეს შენობა იყო ვიღაც გოჩა მინდიაშვილის და ცხოვრობდნენ ერთი კვირად ასაფრის მიზნით, იქიდან გამომდინარე, რომ ესენი იყვნენ გადმოსახლებულები, 20 წელი ცხოვრობდნენ წალკაში ჩამოვიდნენ ბერძნები და ბერძნებმა გამოსახლეს ესენი და დარჩნენ ქუჩაში ბავშვები. თავშესაფარი ნახეს აქ და შეეფარნენ. პოლიცია, ჩვენ რომ მოვედით, უკვე პოლიცია ადგილს
ადგილზე იყო. ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი, რომელიც რომ აქ მოვიდა და ჩვენ რო შევეწარგინათ, მე შევესწარი რომ ხელს უჭიკებდა ამ ეკო ემიგრანტებს, ერთ-ერთ მოქალაქეს, მე მაშინვე ვუთხარი, რომ მეთქი რატომ ეხებით ხელით თქო, ისედაც დაზარალებული, ისედაც გაჭირვებული, ქუჩაში როგორი ცხოვრობ თქო და არც სახელი წარადგინა მან და არც გვარი რომ უთხარი. ხომ არ გადაგიღიათ ფაქტებად ეს? ფაქტი მაგი არ გადამიღია იქიდან გამომდინარე რომ არ მომცეს საშუალება რომ გადამეღო თქვენ როგორც ორგანიზაცია არ გაგვთ უფლება, მაგრამ ის ფაქტი გადავიღენ გრევა რო დაიწყეს. უბრალოდ აი სად წავიდე ახლა აქედან კაი ბურთივითო მომისროლენ ახლა ალტერნატივა ის არისო კიდევ სადღაც უნდა მოვძებნო ესეთი დანგრეული ბაბუ შენობა და იქ უნდა შევიდეო ალბათ კიდევ იქედან ბურთივითო გამომაგდებენო ზუსტათო 12 წელიწადიაო ვითხოვო რომ დამეხმარო სახელმწიფო